2025 წლის არ მინდა შემეშალოს და თუ არ ვწდები 14-15 თუ მე ჩავხედავ, მაგრამ ამას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. 14-15 თუ 16 იანვარია ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში თეთრ სახლში ოვალურ კაბინეტში ჯერაც არ არის შესული დაბრუნებული პრეზიდენტი ტრამპი, ანუ არ დაწყებულა, ოფიციალურად არ დაწყებულა მისი მეორე კადენცია. აი, ნოემბერში ხომ გაიმარჯვა არჩევნებში. 20 იანვარს შედის, იქ გახსოვთ, ინაუგურაცია, გაცილება ბაიდენისა, მიღება ტრამპისა, ტრამპის სიტყვა, ამბავი და ერთი ამბავი. მოკლედ, ჯერაც არ არის ტრამპი შესული ოვალურ კაბინეტში, არ დაბრუნებულა და რუსეთის პრეზიდენტი ხვდება ირანის ისლამური რესპუბლიკის президент Масуд Исламской республики Иран Масуд Пезешкиан. ვერც არ მოვთქვა ბეჟეშკელიანს. ხო, Масуд ბეჟეშკელიანს. და ორივე ლიდერი ხელს აწერს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. დოკუმენტს 20 წლის ვადით სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ირანსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ის არის ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, სამხედრო ურთიერთობის, სამხედრო და უსაფრთხოების ურთიერთობის კუთხით. ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის რიგი მუხლები მე-6 თანამშრომლობას გულისხმობს ერთობლივ წვრთნებშიც და სადაზვერვო ინფორმაციის ურთიერთგაცვლასაც. ასევე ამ ხელშეკრულების ქვენაწილია ის, რომ ირანი ძალიან შეჭირვებულ იმხანად უკვე რუსეთს გაჭირვებულს და გაუბედურებულს მეთქი ასე ვიტყვი მიეხმარება შაჰიდი დრონებით. ირანში არის უზარმაზარი წარმოება, არა მაინც და მაინც ტექნოლოგიად უდახვეწილესი, მაგრამ რაოდენობრივად ბევრს რომ აწარმოებს იმგვარი დრონების წარმოება ხდება ირანში. იმხანად პრეზიდენტ პუტინს სულაც არ აქვს წარმოდგენა ამგვარი, რომ ირა გაივლის კიდევ გარკვეული დრო და გარკვეული თვეები და ირანის ეს ქარხანაც აღარ იარსებებს და აღარც ბირთვული პროგრამა აღარ იარსებებს, პრაქტიკულად მომსპარი, მინგრეული, დამთავრებული, დასრულებული იქნება ბირთვული პროგრამა. მან ბუნებრივია არის ის, რომ ივნისში ისრაელი და არა შეერთებული შტატები გაგიკვირდებათ და განახორციელებს მომაკვდინებელ დარტყმას არა მხოლოდ ირანის პროვინციებში ჩრდილოეთით განსაკუთრებით, არამედ დედაქალაქ თეირანშიც კი. რუსეთს სჭირდება ირანი, ისევ როგორც სჭირდება ვენესუელა ოხრას შორს არის, ამ ეკონომიკური თვალსაჩინით სჭირდება სხვადასხვა ვენესუელა უფრო მისი სტრატეგიული პარტნიორი, სჭირდება ბელარუსი, სადაც მან უნდა გამართოს ბელარუსის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან დე იურე დე-ფაქტო ხელისუფალთან შეთანხმებით ერთობლივი წვრთნები, მას სჭირდება ჩინეთი, მას სჭირდება ჩრდილოეთ კორეა და ირანი არ არის მეორე თუ მესამე ხარისხოვანი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას სჭირდება. პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ირანმა უნდა მოამარაგოს შეუბედურებული, გაუბედურებული რუსეთი, რომელსაც უბრალოდ რესურსი აღარ აქვს, ადამიანური რესურსი ხომ აღარ აქვს, არა აქვს ადამიანური რესურსი, მაგრამ ბევრს ხომ შეახოცავს ამ საკუთარი საზარბაზნე ხორციდან გაყარის ხოლმე ნახირივით მოუმზადებელ საკუთარ ახალგაზრდებს და ისინი წინა ხაზზე იხოცებიან მართლა 3000 კაცი თუ მეტი არა მეტი 5000 კაცი ეღუპება უშუალოდ რუსეთს ფრონტის ხაზზე ყოველ კვირეულად. მაგრამ პუტინი ხო მუცელ ამოუყორავი ადამიანია და პერსონაა, პოლიტიკოსია და ამიტომ მისთვის ეს ღირებული არ არის და ირანი კი სჭირდება რომ ააფრინოს მიიღოს მისგან დრონები, ააფრინოს და დაბომბოს უკრაინის სუვერენული უკრაინის ტერიტორიები, პატარა სოფელს რომ ააფეთქებს ან პატარა სოფელში პატარა სახლს, მედვედევი იღებს ვოდკას და სვამს ზა ვილიკую რასიო ამბობს. ირანსაც სჭირდება ბუნებრივია რუსეთი როგორც სტრატეგიული მოკავშირე, ირანი ძლავრი სახელმწიფოა, იყო მეთქი ასე ვიტყვი.
რომელსაც ახლო აღმოსავლეთში უზარმაზარი ამბიციები აქვს, ვის აქვს ახლო აღმოსავლეთში პრეტენზია თუნდაც იმისა, რომ ბირთვულ ბომბს გააკეთებს, თურქეთსაც კი არა აქვს. ისრაელსაც კი არა აქვს. სხვა სახელმწიფოებზე, ბრძოლებზე, ან ერთგვარად ბრძოლებზე აღარც ვლაპარაკობ, ირანს კი აქვს ეს ამბიცია და პრეტენზია. ირანი ინტენსიურად მუშაობს ბირთვული ბომბის შექმნაზე, ბირთვული იარაღის შექმნაზე და ყოველწლიურად ან წელიწადში 5-6 მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი მედია საშუალებებით იმეორებენ ამ თითქოს შაბლონად ქცეულ სიტყვას. ნახევარ წელიწადში ირანი ბირთვულ ბომბს გააკეთებს. პრეზიდენტი ტრამპი 20 იანვარს აკითხარით შედის ოვალურ კაბინეტში და პუტინს წარმოდგენაც არა აქვს, რომ იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი ტრამპი დღეში უხეშად ლაპარაკობ, დაწერს უხეშად 5 პლატფორმა X-ზე და არა მხოლოდ პლატფორმა X-ზე 5 tweets, 5 სტატუსს და არა მხოლოდ პლატფორმა X-ზე. X-ზე შეუიშვიათა, მოუიშვიათა ტრამპმა წერას, ესეც ვთქვათ. და მედიის წინაშე კი გამოჩნდება ასევე უხეშად 5-6. ამ 5-6 გამოჩენიდან უხეშად მედიის წინაშე ტრამპი 4-ჯერ, არა 2-ჯერ საუბრობს უკრაინაზე, ამასთან ამ ორიდან ერთი განცხადება უკრაინის თაობაზე ამბივალენტურია, ხოლო მეორე კი პროუკრაინული. ვუტრირებ მე ახლა რიცხვებს ისე სიმბოლურად წარმოგიდგენთ, მაგრამ ამით ხსნი ხასიათს პირველ ყოვლისა პრეზიდენტ ტრამპისა. და დანარჩენი 4 განცხადება ეხება სხვა საკითხებსაც, მაგრამ ამ 4-დან 2 უთუოდ ეხება ნამდვილად ეხება პრობლემას, რომელსაც ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემა ჰქვია, რომლის გაჩერებას ჯერ კიდევ ვის არ უნდოდა, მათ შორის პრეზიდენტ ობამასაც კი, აი ტრამპის პირველ კადენციამდე რომ იყო იმ პრეზიდენტს. აქ შვეიცარიის მოლაპარაკებები შეგვიძლია გავიხსენოთ ირანის დეიზოლაციის ცოტა ალბათ არასწორი პროგრამა თუ მიდგომა შეგვიძლია გავიხსენოთ და ასე შემდეგ. აჰმედენიჯადის პერიოდი შეგვიძლია გავიხსენოთ 2000-იანი წლების დასაწყისში 5-4-ში, ხო, შეგვიძლია ჩავხედოთ კიდევ ერთხელ და გავიხსენოთ ზუსტად. მაგრამ ტრამპი ლაპარაკობს იმაზე, რომ უნდა გაჩერდეთ და აი რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი კი არა მხარეები რამდენიმე კვირის წინ საუბრობენ რაღაც თემაზე უკრაინაზე პირველ ყოვლისა და იქ ტრამპი გადაუკრავს სიტყვას იმაზე, რომ აი რას ფიქრობს შენ პრეზიდენტო პუტინ იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის ბირთვული პროგრამა გაჩერდეს. ეს ლაპარაკები ტელეფონით ისე ხო არ ხდება, მხარეები წინასწარ ათანხმებენ სალაპარაკო თემებს. და თუ სალაპარაკო თემებში მოხვდა ესა თუ ის ქვეყანა და უკრაინა ბუნებრივია უნდა მოხვდეს კიდეც აბა რა, ირანიც მოხვდა ამ შემთხვევაში და ტრამპმა ეს სიტყვა გადაუკრა და წინასწარ ცხადია ყველა მიცის უშუალოდ კრემლში და არა მხოლოდ თეთრსახშიც რა პასუხს გასცემს პუტინი. პუტინმა ოსტატურად გამოიყენა ეს მომენტი, ჩვენ გავჯავდით ამ თემაზე, ამ საკითხზე. პუტინმა თქვა, რუსეთი მზად არის შეასრულოს შუამავლის როლი მხარეებს შორის. და პრეზიდენტ ტრამპზე გავჯავდით, რომ რატომ აძლევ შენ ეს ამ ისრაელის მიერ ირანის დაბომბვამდე ხდება რამდენიმე დღით ადრე, რატომ აძლევ შენ რუსეთს შესაძლებლობას, რომ საკუთარი როლი წამოწიოს? რატომ ეთამაშები მას ისედაც იზოლაციაში მყოფს, ან თუ გრებავთ ასე ვიტყვი, საიზოლაციოს? ამას ხო რუსეთი გამოიყენებს სათავისოდ და თუ შევა ამ პროცესში და მოგეხმარება, ოღონდ არც მოგეხმარება, დალაგება, მილაგება, მოლაგებაში, ამას კი გაგიცვლის სხვა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაში. ჩვენ გავჯავდით პრეზიდენტ ტრამპზე და სამართლიანადაც. მაგრამ თურმე, ასე რომ იტყვიან ხოლმე, სადა ვბანაობთ. თურმე პრეზიდენტი ტრამპი და ახლა ნახეთ რა თქვა. მას შემდეგ რაც ისრაელმა დაბომბა ირანი და არა მხოლოდ სტრატეგიული ობიექტები, არამედ მიზანმიმართულად ურტყავს თეირანსაც ცხადია სტრატეგიულ ობიექტებს და სამთავრობო უწყებებს. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ეს ყველაფერი მასთან შეთანხმებული სულაც არ ყოფილა. მაგრამ უკვე შემდგომ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა შეთანხმებული მასთან, პრინციპში შეერთებული შტატები მიესალმება ამ ამბავს ისრაელის მიერ განხორციელებულ შეტევას ირანზე და ირანის ბირთვული პროგრამის გაჩერებას ამ ფორმით. გაგიჟდნენ მოსკოვში. დუგინი განცხადებებს აკეთებს ლავროვი
განცხადებებს აკეთებს. ლავროვის უწყების სხვა წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებენ. კრემლიდან განცხადებებს აკეთებენ. ყველა, ვისაც არ ეზარება, აკეთებს განცხადებას, უნდა შეჩერდეს როგორღაც ეს ომი. ეს რა უბედურებაა ირანმა, კი არა, ისრაელმა დაარღვია ესა თუ ის რაღაც კონვენცია, გაეროს წესდება, ამის უფრო გაკეთების უფლება მას არ ქონდა, მხარეების დამსხდარი იყვნენ და მოელაპარაკებინათ რუსეთი მზად იყო და ახლაც მზად არის. იმისთვის რომ შუამავლიც როლი ითამაშოს ძალიან დიდი ბოდიში. თვრალი მედვედევის ნარატივს თუ არ ავყებით, მაინც და მაინც ვის რა ჯანდაბად და ფეხებად უნდა ახლა მაინც, ან ოდესმე უნდა და თუ არა ეგეც საკითხავია, მაგრამ ახლა მით უფრო ვის რა ჯანდაბად უნდა რუსეთის შუამავლობა. ეგ კი არა, ბრიტანელები, ფრანგები და გერმანელები ამბობენ, რომ შუამავლები ვიქნებითო და ისრაელი არც ბრიტანელებს, არც გერმანელებს და არც ფრანგებს არ აქცევს ყურადღებას. ამბობს კი არა, პასუხობს, არც პასუხობს, უფრო ზუსტი რო ვიყო, იმიტომ რომ მისი პასუხი არის ამგვარი, უნდა გავანადგუროთ. დასრულდა დღევანდელი ფორმაციის ირანი აიათოლების. ირანი უნდა დასრულდეს და ძალიან დიდი ბოდიში ირანის იმ კომაგებთან, რომლებიც ფურმე საქართველოშიც ყოლია, მაგრამ აქ ირანის განადგურებაზე არ არის ლაპარაკი როგორც სახელმწიფოზე. აქ ლაპარაკია აიათოლების რეჟიმის განადგურებაზე, როგორც იმ რეჟიმზე, რომელიც არათუ დემოკრატიულ, არანაირ თამაშის წესს არ იცავს. აქ ვახსენებდი თურქეთს და თურქეთის როგორც ისრაელის სტრატეგიული მოწინააღმდეგის პოზიცია ძალიან საინტერესოა, მაგრამ თურქეთი მაინც მეტნაკლებად გაჩუმებული არის და აკრირდება ვითარება. სხვა ძლავრი ან ზემძლავრი მოთამაშე მე კი რეგიონში უდახტილად გეტყვით არ მახსენდება, რა ხეთრა საინტერესოდ ჩატარდა ეს ოპერაცია. ისრაელმა მოასუფთავა ველი, მანამდე იყო სირიის მოსუფთავება, მინგრევ-მონგრევა, ასადის გაგდება, მრავალი თვის განმავლობაში დაგეგმილი წლის და მეტის განმავლობაში დაგეგმილი ოპერაცია ირანის წინააღმდეგ და მიზანმიმართული ბრახდა დარტყმები. კი პასუხობს ირანი, განა არ პასუხობს, მაგრამ ეს ხომ საბოლოო ჯამში უკანასკნელი ან ერთ-ერთი ბოლო გაფართხალება ირანის ისლამური რესპუბლიკის აიათოლების რეჟიმისა. ხო, რისი თქმა არის კიდევ აუცილებელი. ამასობაში ყველა სარგებ, არა სწორი სიტყვა, ყველა ცდილობს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვას მაინც. აზერბაიჯანელები მაგალითად მე აღარ შევუყვები ისტორიას იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სახლობს და აღარ გიამბობ ამ ამბავს სწორედ ირანის ტერიტორიაზე. იცით თუ არა, იცით ალბათ. აზერბაიჯანი შეიძლება ეს არ ნიშნავს იმას, თუ დაიპყრობს ირანის ტერიტორიის ნაწილს, რასაკვირველია არა, მაგრამ ძალიან შეიძლება გაიძლიეროს ან გააძლიეროს საკუთარი როლი რეგიონში. ეს ის აზერბაიჯანია, რომლის ზურგს უკანაც არის ანკარა. სომხეთი, რომელიც სტრატეგიული მოკავშირეც იყო და არის, ასე ვიტყვი, ირანი. და რომელიც ცდილობს რუსეთის გავლენებისაგან თავდაღწევას და რომლის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ჩემი აზრით ცოტა ნაჩქარები, მაგრამ მე ვინმე კითხება, განცხადება გააკეთა და მხარი დაუჭირა თეირანს იმის გამო, რომ სტრატეგიული პარტნიორია. სომხეთიც ახლა ცდილობს, რომ სულ მინიმუმ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და ამ დიდ ორ ტრიალში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოადნოს, საბოლოო ჯამში რა უნდა გამოადნოს სომხეთმა, მაგრამ მაინც საქართველო ვილაპარაკოთ სხვა დროს. ბიზნე ივანიშვილის აბასთუმნის უღრანებში რა უღრანების არა გაუვალი ობობის ქსელებით დაბურული უღრანიც არის, უღრანებში უღრანი, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ ახლა ხო ბიზნე ივანიშვილზე არ ვლაპარაკობთ, ახლა ხო ჩვენ სერიოზულ თემებზე გვინდა ყოველ შემთხვევაში მსჯელობა. ტრამპმა რა თქვა? გითხარით ხო? ტრამპმა თქვა, რომ არა, ჩემთან შეთანხმებული არ იყო, მაგრამ ისიც თქვა, რომ თუ ირანს ზედმეტი მოუაო, საპასუხო დარტყმები იგულისხმება, ამ პროცესში უკვე შეერთებული შტატების ჩაერთვებაო და ისრაელი კი გაჩერებას არ აპირებს. გზა თეირანისკენ ხსნილია, ამბობს ნეთანიახუ. სხვა ჩინოვნიკებიც. ირანის ლიდერები გადარჩენილები, მეთქი ასე გეტყვი, ეკობახიძესთან რომ მიდგნენ ისინი ხო ყველანი მოკვდნენ, განადგურდნენ.
პანაშვიძე ამ 2 წლის წინ დაახლოებით, ხო? ისინი ხო ყველანი აღარ არიან ცოცხლები. სატირალში ხო არ ჩავა ალბათ ეხლა გობახიძე იმიტომ რომ ეშინია რომ არ დაბრიდონ იქ თეირანში, მაგრამ სატირალში არ ჩავა, მაგრამ ისინი ხო ვინც დარჩენილია, ისინი ამბობენ რომ გავაჩერებთ ამ პროგრამას, ხო? რუსეთზე მიდოდა მეთქვა. რუსეთს ეუბნებოდნენ რომ კი, შენ ჩაერთვები, შენ უნდა ჩაერთო ამ პროცესში აბარაო და აბმანული დურაკა ნაჩიტირი კულაკა გაუკეთეს პუტინს. იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი აიმედებდა ტრამპი აიმედებდა პუტინს, რომ პუტინის როლი იქნებოდა გამოკვეთილი და პუტინსაც ერთი ხიჟინა ჰქონდა დაცემული იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის როლი იქნებოდა გამოკვეთილი და რუსეთს რამ მისია დაეკისრებოდა, ოღონდ ამას ყველაფერს გაცვლიდა რაღაც სხვა ამბებში, ხო? მე მოვაგვარეო, ოღონდ არც მოვაგვარებდა, მაგრამ ეთყოდა ეხლა მოდი სანქციები მომიხსენიო. ტრამპმა უთხრა რომ მე რა შუაში ვარ. ისრაელმა დაარტყა. მე რატო თხოვ პასუხს. ყველაფერი ისედაც იცის, რა საკვირველია ისრაელის ზურგს უკან. პირდაპირ თუ ირიბათ იდგა ვაშინგტონი. მაგრამ ის რაც ვიცით, სულაც არ ნიშნავს რომ ასეა, იმიტომ რომ საჯარო არ არის. საჯაროდ ტრამპი აკი გითხარით და გავიმეორებ ამბობდა ალბათ წარსულში უნდა ვთქვათ, რომ ამერიკას ხელები ჰქონდა დაბანილი, არა, ამერიკა არ იყო საქმის კურსში. რა ვთქვათ ახლა და ისიც უნდა ვთქვათ ახლა, ეს გამახსენდა და პარებ ჩავიკითხავ, კი მოდი შევცად წავიღე, აქ დიახ. რომ არ დამავიწყდეს ხოლმე, როგორ ამდენად აუცილებელია, მოდის ვიხდი, აქ არის screenshots, დიახ, დავსკრინი. Iran International-ის ინფორმაციით აიათოლა ალი ხამეინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ოფიციალურ პირებთან. სიმართლე გითხრათ, ეხლა მე ამ ინფორმაციის სანდოობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ასადი ხო მოსკოვშია, ოღონდ საცხოვრობს ისით 2 ოთახიან ბინაში. ხრუშოვკაში მეთქი ასე გეტყვით. მოკლედ, აიათოლა ალი ხამეინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ოფიციალურ პირებთან საჭიროების შემთხვევაში ირანიდან უსაფრთხო გასვლის თაობაზე. ამას გვაუწყებს Iran International. ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, ყოველ შემთხვევაში მე ბოლოს არ მინახავს და თუმცა ნახავ, მაგრამ ეს გარკვეულ დროს წაიღებს და ამიტომ აღარ შეგაწყენთ. არ დაუდასტურებია რომელიმე საერთაშორისო მედია საშუალებას, ასე მაგალითად Washington Post, New York Times, CNN-ს. ხო? Fox Scripts, Reuters. არ დაუდასტურებიათ, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ დაადასტუროთ. სათწავა ირანის ხელისუფლება მეთქი ასე ვიტყვი, მე გულახდილად გეტყვით რომ თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მე მგონია რომ მოსკოვი იქნება წასასვლელ ქალაქთა ჩაბონათვალში, მაგრამ არ მგონია რომ ის იქნება პირველი. ანუ პირველი ქვეყანა, სადაც აუცილებლად დაითესებიან დაითესებიან ირანის ლიდერები და დაითესება აიათოლა ალი ხამენეი. ხო. მინდოდა საქართველოზე გადასვლაც, მაგრამ მაგე 19 წუთი ამოიწურა კი არა, ამაიწურა. არ ვარ დამავიწყდეს ამაზე 2 სიტყვა. ხო და ამაზე ხო ყველანი ვჭელობდი ჩვენ. ყველანი ვჭელობთ რაღაც. ჩვენში არიან ადამიანები, კაცო, მრავალ ეთნიკური ქვეყანაა და ადამიანები, რომლებიც უჭერენ ხარს მრავალ კონფესიური ქვეყანაა, ირანსაც, კონფესიურ ამბავში იქ აღარ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ ირანის დღევანდელი რეჟიმი არის არადემოკრატიული, ისრაელის კრიტიკოსებიც არიან, ისრაელს უხსენებენ წარსულ ნეთანიაჰუს მოდი ასე ვიტყვი, ცოდნებს არც თუ დიდი ხნის წინანდელს, იქ ხაზას სექტორი, პალესტინას რა უქნა, ჰამასი კი განადგურა, მაგრამ ჰეზბოლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ადამიანი ყველას თავისი ემოცია აქვს დაკავშირებით. ყველას აქვს თავისი დამოკიდებულებაც, პოლიტიკური დამოკიდებულება, ჩვენ რაღაც გვინახავს ეს სტატუსები, რომ აი გაუმარჯოს ისრაელს და არ ვიცი თქვენ შეხვედრიათ თუ არა, მე არ შემხვედრია გაუმარჯოს ირანსო, მაგრამ ალბათ არიან ახლა მოქალაქეები, რომლებიც ამასაც ამბობენ. ხო, ჩვენ ვინც ვამბობთ რომ გაუმარჯოს ისრაელს, მე ვეწინააღმდეგებით იმათ, ყველას გვაქვს ჩვენი არგუმენტები. ხო და ასევე მსჯელობენ ადამიანები იმაზე, აი საქართველოს როგორ უნდა იყოს ამასობაში, აი რა უნდა ქნას ჩვენმა ქვეყანამ.
რა ბიზინამ რა უნდა ქნას არა ბიზინა კარგით არაფორმალი მართველია რა კობახამ რა უნდა ქნას ჩავიდეს პანაშვიძე ნუ ეხა ამაზე ვიცინით რომ პანაშვიძე არ უნდა ჩას ამ ზიმარში სატირალში არ უნდა ჩავიდეს იქ რო ჩავიდა ეგეც საკმარისი ვილსონი ბერე ნაკეთ რაზე 1000 სისულელეს ვამბობთ 1000 სიჭკვიანეს სამ პროპაგანდისტურ მედიაზე მე ვუსმინე ერთ კგბ-შნიკ ფსბ-შნიკ ოხრახანია ფსბ-შნიკ კაც ხშირად ვახსენებ ხოლმე და ეხა გადაკიდებული კი არა ვარ ამ კაცზე მაგრამ მეორის მხრივ არ მაძლევს საშუალებას შესაძლებლობას რომ არ ვახსენო ვიღაცა სერიოზული კაცი გვეგონა ეს და ეგონა თავის დროზე იმიტომ რომ ყველა მთავრობაში იყო მეთქი ასე გეტყვით და თურმე ყველა მთავრობაში რო იყო და ყველასთან რო იყო და ვისაც კი მილიონზე მეტი აქვს იმასთან რომ მის უცქდებოდა ხოლმე ეს ხომ ვიცით და ეხა მილიარდერებთან ხო საერთოდ მის უცქდებოდა და მის უცქდებოდა ხოლმე და რაღაც პროექტებს თავაზობდა რაღაც ხაინდრავა სტუდიო მიხვდით ხო გოგა ხაინდრავაზე მაგრამ არა გადაკიდებული კი არა ვარ კაც ადგება მისი გასამართლების დრო მე იმედი მაქვს როგორც ფსბ-ის აგენტისა ასაკვირველია მაღალი მტკიცებულებები უნდა გქონდეს ეხა ესე დავიჭიროთ და მოვკიდოთ და ჩავაყუდოთ ციხეში ეგრე არ არის მე თქვას რომ პოლიტბატი მარევო რომ ეგრე არ არის ხო და გოგა ხაინდრავას უსმინე და ჩვენ ხომ ვჯელობთ რაღაცებს და გოგამაც იმსჯელა ხაინდრავა ამ რაღაცებს და ის აშკარად პროირანული პოზიცია აქვს და რაღაც ისრაელიც კი ჩაითრიეს გლობალურ ომში წარმოიდგინეთ ისრაელიც კი ჩაითრიეს გლობალურ ომში ისრაელი რაღაცა ეს ყველაფერი ასაკვირველია deep state-ის ბრალი რაღაცებს ლაპარაკობს რა უსმენ ხა გოგა ხაინდრავას თან გეცინება ერთის მხრივ მაგრამ თან ხვდები რომ ძალიან უბედურებაში ვართ საბოლოო ჯამში ჩვენ რა ეს დე-ფაქტო რეჟიმია უბედურებაში იმიტომ რომ გოგა ხაინდრავა ყველაზე ჭკვიანი გონიათ გოგა ხაინდრავა და ზაზა შათირიშვილი და ეს ტიპები თუ მიდიან ხოლმე ამ ბიზინა ივანიშვილთან აბასტონის უღრანებში ის კიდე კაი ჭკუაზია ესეც არ არის ჭკუაზე მაგრამ კიდე კაი ჭკუაზია და ესენი თუ ელაპარაკებიან რაღაცებს კიდე დამატებით აწვეთებენ და ესენი ავტორიტეტები გონია ბიზინას მართლა ყვავის ხვიძლის ნახარშებისა და კატაბალახას თუ შავბალახას ნახარშები ეს რაღაც მიქსი ალბათ არ შველის ბიზინა გრიგოლიჩ ივანიშვილს. და ეხა ეს შალვა ეკითხება რაბიშვილი ის ხო კაი ხვითოა მეორე ფსბ-შნიკი ანუ ორი ფსბ-შნიკის ბასია რა ამ გადაგვარჩინაო და ახლით ისეთ კითხვა შეიძლება სუსტად ვერ გადმოგცემთ მაგრამ მაინც და გოგა ხაინდრავას შეძახებს ამ გადაგვარჩინა იცით გოგა ხაინდრავას აზრით 17 მაისმა ახსნა საჭიროებს ახსნას აი ეს ის დღეა რომელსაც ესენი ბანდიტები აღნიშნავენ როდესაც აღნიშნავენ გამოდიან ჯვრებით ამო გამოდიან მოძალადე ტიპები ოჯახის ღირებულებების დასაცავად ვის გამოდის ეხა ყველა მოძალადე კი არ არის ბევრს მიაჩნია რომ ოჯახის ღირებულებებს იცავს იაროდ ლეთი ლექსის არ იყოს ხო მუხრანის ლექსია ხო ჩორიეს მაგრამ იმათ შორის გამოერევიან რასაკვირველია ბევრნი ვისაც აიცხვები ეზიზღება ჰომოფობებიც არიან ქსენოფობებიც არიან ტიპები არიან არა მარტო ქსენოფობი არამედ ხვები ოჯახის წევრებიც კი უპირატესი მიაჩნიათ რომ თვითონ არიან აი მასკულინური რაღაცისა და აი ცოლი უნდა დაჩაგრონ მაინც და მაინც რაღაც შეჭამონ თავი მოვაჭამონ რაღაცას დასშენ ხო და ეს გოგა ხაინდრავა და აი ამ გლობალურ ამბავში როცა ტურბულენციაა საოცარი სამსოფლიო ომის წინაშე ვართ მართლა ხალხო უკრაინა უმნიშვნელოვანესი თემა არ მინდა თქვა ვიღას ახსოვს მეთქი მაგრამ ამ ახლო აღმოსავლეთის ირანის პრობლემამ ერთგვარად მეორე პლანზე გადაიტანა ეს ხაშვის ძალიან ცუდია უკრაინელებისთვის ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ მაგრამ რუსეთის და ან საერთოდ ბოროტებები უნდა დამარცხდეს და ეს ნელ-ნელა იწყება ამ ბოროტებების დამარცხება და ასე შემდეგ და ხარ ჯანდაბას ეგეც ხო სიგიჟია რომ არა ირანის არამედ ირანის დიქტატორული რეჟიმის მხარეს რომ ხარ მართლობის მხარეს რომ ხარ ეგ ხო სიგიჟია მაგრამ მე რო ამბობ რომ გადაგვარჩინა ჩვენ იმან თურმე რუსთაველზე გაიარა არ დაგვაკლებ 40000-მა 37485 ტიპმა საიდანაც 32340 ეჭირა ჯვარი და ამ 32000-დან ჯვარში რო ეჭირა 27000 წარმოთქვამდა ლოცვას რომელიც მან თავის მხრივ არ იცის ანუ შეიძლება იცის მამაო ჩვენო 28000-მა მაგრამ ვერ გრძნობს ვერ ხედავს ვერ აანალიზებს ამ ლოცვის არსებით მნიშვნელობას ფილოსოფიურად ვერ იაზრებს ხო ამას გადაურჩენი ვართ
საინტერესო დეტალია ბოდის ვიხდი. ესე იგი, მელონა ბიზინა ივანიშვილი კი არ არის გადამრჩენელი, არამედ 17 მაისის მარში. ტრაველტასავით უნდა ვიარო ახლა. ნახვამდის.